დასაწყისში არ ვფიქრობდი, რომ ესეთი დიდი პროექტი გამოვიდოდა. შემდეგ უკვე რომ წამოვიდა აზრები, მოთხოვნილებები და ის ძალიან შევტოვე პროექტში. და საქართველოს ბანკს მივაკითხეთ მე რომ განიხილეს ეს პროექტი და ჩემო პიროვნებას გულახდილობთ რომ ვთქვათ, დიდი როლი ითამაშა ხო ახლა ეს მიცემენ ახლა ეს პროექტი. დობის ფაქტორი იმუშავა ძალიან. პროექტმა რა თქმა უნდა და შედგა პირველი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო აჭარაში ჯორჯია პალასი ყოფილი მეოთხე სამმართველოს ტერიტორიაზე 2008 წელს აშენდა და პროექტებულია ქართველი და იტალიელი არქიტექტორების მიერ. დღეს სასტუმრო ყველა სტანდარტის დაცვით ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებს ემსახურება. თემურ ჭყონიას ინიციატივით და საქართველოს ბანკის მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსით ჯორჯია პალასი ქობულეთში აშენდა. 6 სართული 157 ნომერი, 2 ჩოგბურთის მოედანი, აუზი, იტალიური რესტორანი, სპა, სპორტული დარბაზი, სათადბირო ოთახები 50 ადამიანისთვის, ასევე საკონფერენციო და საბანკეტო დარბაზი პეტრა 400 სტუმრისთვის და ბავშვთა გასართობი ოთახები. ამაზე ნაკლებს ვერ აშენოს ვერავინ. უკვე სტანდარტი, ავწიეთ სტანდარტი, რაც არის ყველაზე სწორი. სეზონზე სასტუმროში 250 ადამიანი მუშაობს. ჯორჯია პალასი წლის განმავლობაში ხელფასის სახით 720,000 ლარს უხდის ადგილობრივ მომსახურე პერსონალს. ჯორჯია პალასში ყველაფერი შექმნილია დასვენებისთვის. 24 საათიანი სპა ცენტრი, ტრადიციული აიურვედას ცენტრი, სადაც 10-მდე სხვადასხვა სახის გამაჯანსაღებელ პროცედურას ჩაგიტარებენ. ჯორჯია პალასი კიდევ უფრო ვითარდება და უახლოეს მომავალში სასტუმროს ჭადრაკის მოედანი, კორტები, ოჯახური ტიპის 2 სართულიანი ვილები და გოლფის მოედანიც დაემატება. ეს არის გათვლილი ქვეყნისთვის პატრიოტული მე ამას ეძახი ჩემ მენეჯერებს პატრიოტული ინვესტიცია გაკეთებულია. თუმცა ესეთი თემაც არსებობს ახალი პატრიოტული ინვესტიცია ეს არის. ედერაფერი პატრიოტული ინვესტიცია.